26 მაისი ქვეყნის დამოუკიდებლობა და მისი მნიშვნელობა თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ისტორიკოსი ბატონი კონსტანტინე გამსახურდია. დილამშვიდობისა ბატონო კონსტანტინე. დილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და დიდი მადლობა ჩვენთან უბრძანებისთვის. დილოცავთ ასევე და ულოცავთ ჩვენს ტელემაყურებელს. ბუნებრივია დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მის მნიშვნელობაზე უნდა ვისაუბროთ და განვუმარტოთ კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს, ვუთხრათ, ბუნებრივია ისტორიასაც გადავავლებთ თვალს, გავიხსენებთ როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე, როგორ მივიდა დამოუკიდებლობის დღემდე საქართველო, პირველ რიგში რას ნიშნავს ეს დღე, დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნისთვის? უპირველეს ყოვლისა, მე მინდა აღვნიშნო, რომ დამოუკიდებლობა ეს არის აუცილებელი პირობა ეროვნული განვითარებისთვის, იმ მისიის შესრულებისთვის, რომელიც ქართველ ერს დაეკისრა 1000 წლეულების უწინ და რომელსაც იგი წარმატებით ახორციელებდა ისტორიის გოლგოთის გზაზე. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს იმ მაღალი საკაცობრიო კულტურის და ასე ვთქვათ, ქრისტიანული კულტურის იმ მაღალი თამასის შენარჩუნებას, რომელსაც იგი წარმატებით ახორციელებდა, მაგრამ დესუვერენიზაციის შედეგად, რაც დაიწყო 1800 პირველი წლიდან და სხვათა შორის გრძელდებოდა 10 წლეულების მანძილზე, უცბად არ მომხდარა ეს დესუვერენიზაცია და მისი გადაქცევა სხვა ქვეყნის ნაწილად და გუბერნიად. აი ამის, ასე ვთქვათ, ამ შედეგების დაძლევას ესაჭიროებოდა სწორედ ეს დღე. ჩვენ მე თქვენს წინა რესპონდენტს, ასე ვთქვათ, მის საუბარს ყურადღებით უსმენდი და გავაგრძელებ ერთ თემას, რაც უკავშირდება ჩვენს უდიდეს მოძღვარს, დიდ ილია ჭავჭავაძეს, წმინდა ილია მართალს, რომელიც თავის ლექსში წერს, რომ თავისუფლება შენ ხარ აღმზრდელი ღვთაებამდე კაცთბუნებისა. სწორედ აი ეს წმინდა მცნება თავისუფლებისა იყო ის, რამაც დარაზმა ერთად ქართველობა და ყველაფერი მივიდა 1918 წლის 26 მაისამდე. რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური ფაქტორებმაც თავისი როლი ითამაშეს. მე ვგულისხმობ თურქეთის მხრიდან იერიშის დაწყებას, თურქეთი იმუქრებოდა, რომ დაიპყრობდა მთელ საქართველოს, ხო? ნახევარს მაინც ოკუპაციას მოახდენდა. გერმანია, რომელმაც მაშინ გამოხატა ასეთი პოზიცია, რომ თუ ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი, ჩვენ შევძლებთ, რომ თურქეთი გავაჩეროთ და დავეხმაროთ და სწორედ აი ამ დროს, როგორც იტყოდა ნოჟორდანია, მოკვდა ერთი სახელმწიფო, ეს იყო სეიმი, რომელიც ბოლომდე არ იყო მთლად სახელმწიფო, რაღაც კონფედერაციის რაღაც მაგვარი იყო და იშვა დამოუკიდებელი საქართველო. ეს არის 1918 წლის 26 მაისი. ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა, მას რა თქმა უნდა გარკვეული ლეგიტიმაცია ჰქონდა, თუმცა ერთ წელიწადში ეს ლეგიტიმაცია უკვე სრული გახდა. როდესაც აირჩა დამფუძნებელი კრება და დამფუძნებელ კრებაზე მოხდა ამ აქტის ხელახალი რეგისტრაცია. ეს ის ორი ასპექტი არის, ალბათ ძირითადი ისტორიულ-კულტურული ასპექტი და არის მეორე ასპექტი უკვე წმინდად, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური. და ეს საინტერესო არის ის პერიოდი, ის წლები, სანამ 1991 წელი დადგებოდა, რა პერიოდი იყო ეს და როგორ ვითარდებოდა მოვლენები და შემდგომ რა თქმა უნდა შევეხოთ ბატონ ზვიად გამსახურდიას 1991 წლის 9 აპრილს და გავიხსენოთ ეს პერიოდი. იცით 1918 წლის 26 მაისი ეს ასე არ როდესაც ხშირად ხდება ხოლმე, აი 26 მაისზე, როდესაც მიდის მსჯელობა, ხშირად აღმობენ ხოლმე, რომ ეს რაღაც ციდან ჩამოვარდა როგორც წყალობა. ეს ასე არ ყოფილა. თუ ჩვენ გავიხსენებთ ისტორიას, ჩვენ ნახავთ, რომ წინააღმდეგობა მაშინვე იწყება, როდესაც ქვეყნის სუვერენიტეტი ხელხვეს. აი გავიხსენოთ ტიციან ტაბიძის ერთი ამონარიდი ლექსიდან ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს ის და იმ ფიგურაზეა ეს, რომელიც ალბათ იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, მე ვგულისხმობ ბატონიშვილ ალექსანდრეს, ერეკლეს ძეს. ამ საშინელ და უიღბლო დროში მე მხოლოდ ერთი მრჩება ანდერძი, რომ არ ამოშრეს ხალხში ნაღველი ბატონიშვილი ალექსანდრესი.
აი ეს ნაღველი იყო სწორედ სწრაფვა 1918 წლის 26 მაისისკენ. და ამ ყველაფერს ყავდა თავისი გმირები. გავიხსენოთ თუნდაც დიმიტრი ყიფიანი, რომელიც იყო 1932 წლის მონაწილე. გავიხსენოთ ალექსანდრე ორბელიანი, რომელიც გაასახლეს ამის გამო ჰელსინკში. გავიხსენოთ ელის ბარერის თავი. აი ეს ადამიანები და სხვა მათი სხვანი კიდევ, რომლებიც ასევე რეპრესირებულ იქნენ. ეს ადამიანები ფიქრობდნენ საქართველოში ტახტის აღდგენას, ჯერ კიდევ 1932 წელს და მეფეთ შეზღუდვა თქონდა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას, მინისტრთა კაბინეტს უკვე მაშინ და პრემიერ-მინისტრს და კონსტიტუციურად შეზღუდულ მონარქს. და ეს უნდა ყოფილიყო ალექსანდრე ერეკლეს ძე. სხვა შორის მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გადმოსვენება, ის განისვენებს თეირანის სომხურ ეკლესიაში და ის უნდა დაიკრძალოს თავისი მამის ერეკლე მეორის გვერდით სვეტიცხოვლის ტაძარში. ჩემი მოგზალებული აზრით. ბატონო ახლა რაც შეეხება შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ვერც ვერ აუვლით საქართველოს ეკლესიის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, რომელიც წინ უსწრებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ამანაც ძალიან დიდწილად განსაზღვრა ეს დღე. და ამასაც თავისი გმირები ყავდა, როგორც ამბროსი ხელაია და რასაკვირველია უდიდესი ფიგურა ჩვენი საეკლესიო ცხოვრებისა კათალიკოსი კირიონის პატრიარქი არის, კათალიკოსი კირიონი. რაც შეეხება უკვე 1991 წელს, გავიხსენოთ ბატონი ზვიად გამსახურდია და მისი როლი, რომელმაც გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ აღდგენილი. მოგახსენებთ მე მთავრობას ვეკუთვნი, რომელმაც თავისი ასე ვთქვათ მოსწავლეობის და სტუდენტობის პერიოდი საბჭოთა პერიოდში განვლო. მე მახსოვს ჩვენი სახელმძღვანელოები საერთოდ არაფერი არ ეწერა, მაგრამ 26 მაისზე იქ საერთოდ არ ეწერა. არ იყო ნახსენები ასეთი დღე 1918 წლის 26 მაისი. იქ ძალიან ზოგადად იყო ნახსენები, რომ საქართველოში იყო გაბატონებული ბურჟუაზიულ ფეოდალურ რაღაც ასეთი სოფლიო იმპერიალიზმის მიერ მხარდაჭერილი რაღაცა ესეთი წარმონაქმნი უზურპატორების სახით, რომლებმაც ესე ვთქვათ შრომელი ხალხის ჩაგვრის ესე ვთქვათ საფუძველზე შექმნეს ეს რესპუბლიკა, ეგრეთ წოდებული რესპუბლიკა და რა თქმა უნდა შრომელებმა ის დაამხეს. 3 წელიწადში დაამხეს და 1921 წელს საქართველოს შრომელების სიხარულით ეგებებოდნენ განმანთავისუფლებელ წითელ არმიას. აი დაახლოებით ასეთი ნარატივი არსებობდა. და არ ვიცოდით ჩვენ არც გერბი, არ ვიცოდით რომ ცხენოსანი მხედრის გამოსახულება იყო მისი გერბი, ანუ თეთრი გიორგი. არ ვიცოდით არც დამოუკიდებლობის აქტის შესახებ, ну ხო ცალკეულმა ადამიანებმა იცოდნენ, რა თქმა უნდა, ოჯახებიდან მე ვიცოდი, მაგრამ ახლა მასობრივად ადამიანებმა არ იცოდნენ. როდესაც ეს დროშები გამოჩნდა მიტინგებზე, მე გულისხმობ 1988 წელს, როდის მერაბ კოსტავას ეზოში იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც ზვიად გამსახურდი არის მოსკოვში და სპასო ჰაუსში ხდება რონალდ რეიგანს სხვა საბჭოთა უფლებადამცველებთან ერთად. პირველი 26 მაისის აღნიშვნა მოხდა მერაბ კოსტავას ეზოში და აი ეს დროშები რო გამოჩნდა მაშინ მე მახსოვს ბევრს უკვირდა ეს რა დროშებიაო. ეს სამფეროვან დროშას გულისხმობ. სხვა შორის მაშინვე გამოჩნდა ორი კიდევ სურათი მიტინგებზე, ეს იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის და ალექსანდრე ბატონიშვილის და ვერც ერთმა პრაქტიკულად მომიტინგეების 99%-მა ვერ იცნეს ეს ადამიანები. ყველა კითხულობდა, ვინ არიან ეს ჩოხოსანი და ასე ვთქვათ, წეროსანი ადამიანები. საჭირო ხდებოდა მათთვის ახსნა, რომ ეს არის ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ვინ იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ვინ იყო ალექსანდრე ბატონიშვილი. აი ასე იწყებოდა ყველაფერი. სხვათა შორის მერაბ კოსტავას ბინაზე ის პოლიტიკა, როდესაც ის იყო სინდისის პატიმარი, ის იყო ნამდვილი სინდისის პატიმარი, მინდა განმარტო. და ისიც ვთქვათ, რომ დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა და 86 დაბადების დღეა და ის არის ნამდვილი სინდისის პატიმარი და ნუ ვადარებთ ვიღაცებს. იცით როგორ არის? მერაბ კოსტავას პატიმრობაში ყოფნის დროს
იყო ტრადიცია 1991 წლიდან, რომ მის ბინაზე აღნიშნულიყო 26 მაისის, ანუ მისი დაბადების დღე და ამავე დროს საქართველოს პირველი თეთრწყენოსანი მხედრის რესპუბლიკის დაბადების დღე. ეს ტრადიცია იყო ეროვნულ უფლებადამცველური ინდეპენდისტური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან. და რა თქმა უნდა, ზვიადგამსახურდია იყო მათ სათავეში პირველ რიგში, ვინც დაამკვიდრა ეს ტრადიცია აი აქ. ეხლა ეზოში მაგალითად უკვე რა თქმა უნდა, ეს არ მოხერხდებოდა, მაშინ ეზოში რომ ეს აღნიშნულიყო, რა თქმა უნდა, უშიშროების კომიტეტი და მილიცია დაგვარბევდნენ და სხვათა შორის 88 წელსაც დაგვარბიეს. მაგრამ შემდეგ უკვე იმდენი ხალხი მოვიდა, რომ ეს ვეღარ შეეძლეს და უკვე ბერიკონში აღინიშნა, სავსე იყო გადაჭედილი ბერიკონი სტუდენტობით და ასე ვთქვათ, ეროვნული მოძრაობის აქტივისტებით. და იქ აღინიშნა პირველი 26 მაისი. რაც შეეხება 1991 წელს ამაზე გავამახვილოთ ყურადღება ბატონ კონსტანტინე ვინედან არც თუ ისე ბევრი დრო გვაქვს არჩენილი და ყველაფერი გვინდა რომ ჩავატიოთ ამ დროში თქვენი ოჯახის წევრი ბრძანდებით პირველი საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ბრძანდებით და შესაბამისად ეს მუხტი ეს გარემოება ყველაზე კარგად თქვენიცით თუ რა ხდებოდა მაშინ როგორი განწყობა სუფევდა რა მუხტი იყო და როგორ ვითარდებოდა ეს პროცესები მუხტი აიწია 1988 წლის ნოემბრების შიმშილობით, სადაც 10,000-ობით ადამიანი მონაწილეობდა უკვე და რა თქმა უნდა 9 აპრილს ძირითადი ესე ვთქვათ, ბიძგი მის აფხაზეთში განვითარებულმა ამბებმა, როდესაც უნივერსიტეტში იყო დიდი შეკრება და უკვე ზვიადგამსახურდია, მერაბ კოსტავა, მუხრან მაჭავარიანი, ნოდარ ნათაძე და სხვა ლიდერები დაიძრნენ დინამოს სტადიონისკენ და მოუწოდეს ადამიანებს წამოსულიყვნენ რუსთაველის პროსპექტზე. და დაიწყო 4 აპრილის შიმშილობა, რომელიც 9 აპრილს დასრულდა საშინელი დარბევით. აი სწორედ ამან მისცა მუხტი, უდიდესი მუხტი და განსაკუთრებით 26 მაისი, პირველი 26 მაისი 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ იყო ნამდვილი გამარჯვება, როდესაც ხელისუფლება იძულებული გახდა გამოეშვა დაპატიმრებული ლიდერები და მათ მიმართეს ხალხს უკვე უნივერსიტეტის ბაღში და უზარმაზარი მიტინგი. სწორედ აი აქედან იწყება აღმავლობა და ყველაფერი დაგვირგვინდება 2 წელიწადში, როდესაც 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა. უპირველეს ყოვლისა იყო იქ რეფერენდუმი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სხვათა შორის საქართველოს პირველი რესპუბლიკის ლიდერები უკვე მივიდნენ 1921 წელსვე ამაზრამდე, კერძოდ აკაკი ჩხენკელი, რომელიც თავის წერილებში აღნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს, ისინი უკვე კონსტანტინოპოლში არიან, მათ დატოვეს საქართველო არიან კონსტანტინოპოლში და აკაკი ჩხენკელი აღნიშნავს, რომ უნდა ჩატარდეს პლებისციტი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. სწორედ ეს პლებისციტი ჩატარდა 1991 წლის 31 მარტს და ყველაფერი დაგვირგვინდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა და ეს ახალი, ასე ვთქვათ, აქტი წაიკითხა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ იმჟამად მომავალმა პრეზიდენტმა, მომავალმა პირველმა პრეზიდენტმა ზვიადგამსახურდიამ. აი ეს ძალიან კარგად მახსოვს მე მონაწილე ვარ ამ ამბებისა და ბედნიერებაა ხოლმე. რა თქმა უნდა, დიდი სიხარული. აი მე უსმენდი თქვენს ყურადღებით უსმინე თქვენს წინა რესპონდენტს და მან თავისუფლებაზე ისაუბრა, თავისუფლებას ახლავს სიხარული, იცით? აი ეს რომელი სიხარულია, როდესაც უფალმა 6 დღეში იხილა, ასე ვთქვათ, სამყარო, შექმნილი სამყარო და დაეუფლა სიხარული. აი ეს სიხარული ახლავს თავისუფლებას. ჭეშმარიტი სიხარული შემოქმედებისა. ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ კი ვეცდებით განმარტოთ თავისუფლების ფილოსოფიური არსი. სიხარული უფლის სიხარული, როდესაც მან ნახა შესაქმის ნაყოფი, ანუ ეს იყო ადამიანი და
დედამიწა და სამყარო და დაეუფლა სიხარული. სწორედ ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საუბარი იყო იმაზე, რომ ზოგს თავისუფლება სიამოვნება კი არის აი ეს დიდი სიხარული და ის რამდენადაც ენათესავება უფლის სიხარულს, იმდენად უფრო მეტი არის თავისუფლების ხარისხი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კონსტანტინე, მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, რომ გაიხსენეთ ისტორია. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ. სხვათა შორის ჩვენ ეროვნულ ბიბლიოთეკას გააჩნია ყველა საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანი არქივი, ალბათ ყველაზე უფრო მდიდარი არქივი, რაც შეეხება საქართველოს პირველ რესპუბლიკას. და ეს ჩვენი ბიბლიოთეკის მესვეურთა დაუღალავი შრომის შედეგია, რომელმაც უამრავი რამ ჩამოიტანეს საფრანგეთიდან, აი ეხლაც ჩამოვიდა ლევილიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არქივისა და ლიტერატურისა, რომელიც იქ იყო განთავსებული. და ეს შეეხება 1918 წლის ამბებსაც, რა თქმა უნდა, იგივე ეროვნული საბჭოს მოღვაწეობას, იგივე დამოუკიდებლობის მომზადებას, იგივე საერთაშორისო ურთიერთობებიც მაშინ საკმაოდ გაცხოველებული იყო. მე გულისხმობ გერმანიის წარმომადგენლობასთან ურთიერთობებს. აი ეს ყველაფერი არის ჩვენს ბიბლიოთეკაში დაცული და რა თქმა უნდა დაინტერესებულ ადამიანებს, ისტორიკოსებს და ასე ვთქვათ, ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მოგზანდეს და გაეცნოს. დიდი საჩუქარია ეს ბუნებრივია ჩვენ სიუჟეტის გოქს მომზადებული და ჩვენი მოყოლებელი აუცილებლად იხილავს ამ წარმატებები მინდა გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით ბატონო კონსტანტინე. ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ისტორიკოსი ბატონი კონსტანტინე გამსახურდია იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.